უსამართლობა ხო მეორე პრობლემა. ასევე ხშირად გვისაუბრებ, დაემხობა ხოლმე ჩვენ თავზე უსამართლობა. მე ვიცი რომ ეს სოფელი ბოროტებასა შინაძევს. მე ვიცი რომ თავადი ამ სოფლისა სატანა, მე ვიცი რომ ამ სოფლის უსამართლობის ყველაზე საშინელი გამოვლენა ჯვარცმული ღმერთია, რომელსაც მე გულით ვატარებ. მე ეს ვიცი. მაგრამ მე როცა შემეხება ამის ატანა შეუძლებელი ხდება. მით უმეტეს თუ ეს ცის ჩამონგრევას, ვულკანის ამოფრქვევას და სხვა რაღაც კატასტროფას უტოლდება ჩემთვის პირადად. ძალიან ძნელია ხოლმე ამ დროს საკუთარი დავით დაარწმუნო. ტყავით იგრძნო ის რომ მე რა რომ უსამართლობა ხდება. ეს არაფერსაც არ ნიშნავს. არაფერს არ ნიშნავს. მე რა. ღმერთსაც ესე მოექცენ, შეხომ ქრისტიანი ხარ. ეს თეორიული მსჯელობა ძალიან ხშირად შედეგს არც კი იძლევა ხო. იმიტომ რომ ტკივა ვერ იტან. აქაც უფლისადმი სიყვარული იმართებს. როგორც ცნობილი გამოთქმა როა, ყველაზე კარგი თავდაცვა შეტევა არის. აი ხო არის რაღაც საშინელი უსამართლობა, რომელიც ჩემ თავზეა. მე გავაგრძელებ ამ უსამართლობას. დავესესხები ეშმაკს, რომელიც მაწვალებს და კიდევ უფრო საშინელ უსამართლობას მოვიგონებ ჩემ თავზე, უფრო გავაგრძელებ იმ უსამართლობას, რომელიც ჩემზე დაემხო, კიდევ უფრო გავაგრძელებ, კიდევ უფრო საშინელებას მოვწევ წარმოსახვაში ჩემ თავს, უფრო მაღლავარ ამ უსამართლობის საფეხურებზე და ვიტყვი, აი იქ რო ამიყვანო, ბოროტს ვეტყვი, მე მაინც უფლის ერთგული დავჩერდი.